ჩვენ ველით, რომ ამერიკის ნაბიჯები რუსეთს მშვიდობას აიძულებს. მოსკოვს ამერიკის ეშინია და ყოველთვის ითვალისწინებს მას. გაერთიანებული სამეფო აქ არის, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. საფრანგეთიც აქ არის, ასევე მუდმივი წევრი. ორივე ქვეყანა ჩვენ მხარს გვიჭერს, მხარს უჭერს ჩვენს ხალხს, ჩვენს დამოუკიდებლობას. ორივე ხელს უწყობს დიპლომატიას, გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრებთან ერთად. ჩაიშალა ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. თუ უკრაინა ბირთვულ იარაღს დათმობდა. ეს ამტკიცებს, რომ საერთაშორისო დაპირებები შეიძლება გახდეს ბოდვა. სწორედ ამიტომ დღეს ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და უკვე 30-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ახლა უსაფრთხოების ახალ სისტემას ვაშენებთ. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვართ დამოკიდებული. რეალური უსაფრთხოების გარანტიების გადაკვეთა რუსეთს აღარ უნდა შეეძლოს. აი ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მუქარას ომის შეჩერება. თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი პოზიციის გამყარებას ერთობლივი სისტემით, რომელიც დაიცავს ცას რუსული რაკეტებისა და დრონებისგან. ეს აიძულებს რუსეთს შეწყვიტოს ციდან თავდასხმა, რადგან ყველაფრის განეიტრალება შეგვეძლება. ამიტომ პუტინი იძულებული იქნება აქ ან სხვა საპატიო ადგილას იჯდეს და შეთანხმებაზე იმუშაოს. თუ ცაში ომი არ იქნება, რუსეთი ვერ შეძლებს ბრძოლა მხოლოდ ხმელეთზე განაგრძოს. მე ამაზე ვისაუბრებ პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ლიდერებთან. რატომ ვამბობ ამას ახლა და აქ? იმიტომ რომ თქვენ შეერთებული შტატები, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები წარმოადგენთ მსოფლიოს არსებით ძალას. ძალას, რომელმაც უნდა იმოქმედოს მაშინ, როდესაც მხოლოდ საერთაშორისო სამართალი ვეღარ მუშაობს.